მოგესალმებით. დღეს ხუთშაბათია, ჩვენი გადაცემის დროა, ფაქტი მოვლენა, კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. მე გუშინ ვისაუბრე სოლიდარობის სტუდიის ეთერიდან, თენგო მანიძესთან ერთად, ჩემს გვერდზე სრული გადაცემა. ბევრი მნიშვნელოვანი რამე ძალიან ხისტად თქვი, ამიტომ ყველაფერს არ გავიმეორებ. ჩვენ ახლა ტრადიციულად ანალიზს გავაკეთებთ პირველ რიგში საგარეო საკითხებზე, რადგან მნიშვნელოვანია და შემდეგ უკვე საშინაო საკითხებზე და ესეც უსაშველოდ მნიშვნელოვანია. პირველი ის, რომ აშკარად ჩანს რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმიდან, შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილი 28 პუნქტიანი გეგმიდან, რომელსაც ჟენევაში ფაქტობრივად რაღაცები მოაკლეს, ბევრი არაფერი გამოვა, რადგან ორი განცხადება გაკეთდა, როგორც იცით თქვენ, ბიშკეკში მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული ოდკბ-ს შეხვედრა, ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დიდი პრესკონფერენცია მოაწყო, სულ 2-3 საათის წინ დავსრულდა თორცდები და მან განაცხადა, რომ ერთადერთი გზა, რომ უკრაინაში დამყარდეს მშვიდობა, ეს არის უკრაინამ უნდა დატოვოს ყველა ის ტერიტორია, რომელიც დაკავებული აქვს, იგულისხმება 4 რეგიონი, რომელიც რუსებმა მიერთეს და მხოლოდ ამის შემდეგ არის ის პუნქტები, რომელიც ამერიკის გეგმაშია, მაგრამ მოხდა ისეთი რამ, რომელიც პრინციპში მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის შიგნიდან არ არის ერთიანი სახელმწიფო, ეს მეხუთე კოლონა, რასაც მე ხშირად ავწერ და ვამბობ, მათ თავისი საქმე გააკეთეს და სულ ცოტა ხნის წინ მათ ჩაუშვეს, რომ იტყვიან ინფორმაცია უშაკოვის საუბრისა კირილ მედვედევთან და უიტკოვთან, რამაც უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია შეერთებულ შტატებში, რადგან აქ საუბარია იმ პუნქტებზე, რომელიც რუსებმა მოამზადეს და გადასცეს უიტკოვს, რომელიც შემდეგ ამერიკელებს საკუთარი მუხლების სახით უნდა წარმოედგინა, როგორც კირილ დიმიტროვი ბოდიში მედვედევი ამბობს, იგი დაარწმუნებდა უიტკოვს, რომ მას არაფერი შეეცვალა და ისე მიეტანა შეერთებული შტატების პრეზიდენტამდე. თუ თქვენ გახსოვთ, ამ საქმეებში ჩართული იყო კელოგი, მაგრამ კელოგი იყო წარმომადგენელი იმ ჯგუფისა, რომელიც ტრამპის მიმართ კარგად არ არის განწყობილი, ამიტომ კელოგი ჩამოაცილეს ამ საქმეს და ეხლა უიტკოფის ჩამოცილებას უკვე ტრამპის მოწინააღმდეგე, მათ შორის რესპუბლიკელთა ნაწილიც ფიქრობს, თუმცა მომავალ კვირაში დაგეგმილია უიტკოფის ჩამოსვლა მოსკოვში და არ მგონია ხელი შეეშალოს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ახსოვს ამერიკის პრეზიდენტს ძალიან ძლიერი სანდო და ძალიან სერიოზული გენერალი ფლინი, რომელიც მას ჩამოაცილეს წინა პრეზიდენტობის დრო, აქედან დაიწყო ეგრეთ წოდებული რაშაგეიტი, სადაც აბსოლუტურად მოგონილი არგუმენტების საფუძველზე კლინტონის შტაბი აწარმოებდა დისკრედიტაციას ამერიკის პრეზიდენტისა, რომ იგი რუსებთან იყო შეკრული. ეხლა უკვე გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ხელოვნურად მოგონილი და ასე შემდეგ. ამდენად მშვიდობის საქმეს სერიოზული მოწინააღმდეგე ყავს. ევროპელებზე არაფერს ვამბობ, იმიტომ რომ მათ თავიანთი მოთხოვნები წამოაყენეს, მოწერეს რაღაც გეგმები, მაგრამ ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. მეორე განცხადება, ესე იგი პირველი განცხადება, სულ ახლა ხან 2-3 საათის წინ გაკეთდა რუსეთის პრეზიდენტისა, რომ მშვიდობა დამყარდება მაშინ, როდესაც უკრაინა გავა ყველა იმ ტერიტორიიდან, რომელიც დაკავებული აქვს 4 რეგიონში და მოხდება ოფიციალური აღიარება ყირიმისა და ამ 4 ტერიტორიისა. ეს ფუნდამენტალური მნიშვნელობის არის მოთხოვნა, მაგრამ
დღეს ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, რომ ისინი თანახმარიან გადავიდნენ დიპლომატიურ რომ იტყვიან რელსებზე, თუ კონფლიქტი გაიყინება დღეს, სადაც გადის ფრონტის ხაზი, ჯერჯერობით ფრონტის ხაზი გადის დონბასშიც, თუმცა უკვე ის, რასაც პაკროვსკი ჰქვია და დიმიტროვი ჰქვია, ალყაშია მოქცეული დღეს უკვე და იქ პერსპექტივა უკრაინის არმიას არაფერი არ გააჩნია, მაგრამ ჯერჯერობით ხაზი გადის აგრეთვე ზაპოროჟიეში და ხერსონის ოლქებში. აი აქ გაიყინოსო და ჩვენ არანაირ აღიარებას ტერიტორიებისა არ მოვახდენთო და გამოწამოაყენეს ძალიან ისეთი მოთხოვნები, რომელიც აშკარად ჩანს, რომ არაფერი ამ საქმიდან არ გამოვა, მართალია რაღაცეები შეიძლება იყოს ხელმოწერილი, მაგრამ ეს არის შეთანხმება ხელმოწერილი თუ იქნა უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის, რაც არ არის გადამწყვეტი, მთავარია რაც მოაწერს ხელს უკრაინის პრეზიდენტი და რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა აგრეთვე იმ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, რომ დღევანდელ უკრაინის ხელისუფლებასთან რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერას აზრი არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენ ამას მივაღწევთ მშვიდობიანი გზით თუ ნელ-ნელა აუცილებლად მივაღწევთ ოპერაციის, ანუ სამხედრო გზით, ასევე ჩამოაყალიბა ეს დებულება რუსეთის პრეზიდენტმა, ამდენად რაიმე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ ჩვენ და გაგრძელდება პროცესი. რამდენადაც ცნობილია არსებობს რუსეთ-უკრაინის ბოდიშით რუსეთ შეერთებული შტატების რაღაც შეთანხმება ალიანსკაზე უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს პროცესი იქნება ძალიან რთული. ნახეთ, ამერიკელებმა პირველად ღიად აღიარეს. მათ შორის არმიის მინისტრმა ამერიკელმა ევროპაში შეხვედრაზე პირდაპირ უთხრა, რომ სხვა გზა მშვიდობის დამყარებისა არ არსებობს, რადგან სხვა გზამ არ იმუშავა. მე დავდე ცნობილი ამერიკული გამოცემის სტატია, სადაც წერია უკვე ღიად ამერიკელები ამბობენ ოფიციალური უმაღლეს დონეზე, რომ შეერთებულ შტატებსა და ნატოს არ შეუძლია არანაირი ზემოქმედების მოხდენა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. თქვენ კარგად გახსოვთ ჩემი შეფასებები წლების განმავლობაში, მე ამას ვამბობდი ყოველთვის, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მესმის რა ხდება, მე არა ვარ მხარე, მე ვარ ქართული მხარე, ამიტომ მე ყველაფერს აქედან უყურებ და საღათ უყურებ, არ ჩამითვალოთ ეს და მე ძალიან კარგად ვიცი რა კონფლიქტი მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე, რა იყო მთავარი მიზანი, რა არ იმუშავა, ამას ვხედავდი, ვამბობდი ღია ტექსტით და ასეც აღმოჩნდა. ესე იგი, რა კი არანაირი ზემოქმედების მოხდენა არც ნატოს და არც შეერთებულ შტატებს არ შეუძლია, ეს ფაქტიურად ერთი და იგივეა, იმიტომ რომ ნატო ამერიკელების გარეშე არაფერს არ წარმოადგენს. ევროკავშირი დაივიწყეთ, კიდე გეუბნებდი, ევროკავშირი ეს პოლიტიკური არარაობა და ევროპაში მოსალოდნელია უკვე წლის ბოლომდეც კი სერიოზული პროცესები აუცილებლად შეიცვლება ევროპაში ეს მოფაშისტო ნეოლიბერალური აბსოლუტურად მარიონეტული რეჟიმები და თქვენ ამას მალე ნახავთ ეს მოსალოდნელია აგრეთვე შუა აზიაში ძალიან გამძაფრებულია სიტუაცია თუმცა რამდენადაც ამ ბოლო ვიზიტმა სამდღიანი ვიზიტი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტს ბიშკეკში ის შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ამ ჯგუფის წევრ ქვეყნებს შუა აზია ისევე როგორც სამხრეთ კავკასია უზარმაზარი დაპირისპირების საგანია მაგრამ მე ვფიქრობ რომ ყველაზე აი ასეთი გარკვეულ პერიოდში მერყევი რაც იყო ყაზახეთი დღეს უკვე სრულ და ყოვლის მომცველ შეთანხმებაზე გადავიდა რუსეთთან ჩანს რომ ყირგიზეთი რომელიც აგრეთვე
ერთი პერიოდი იყო საკმაოდ დიდი გავლენის ქვეშ დასავლეთისა უკვე სულ სხვა რელსებზე დგას. მონგოლეთს რაც შეეხება ის არ შედის ოდეკაში, მაგრამ თავარი ის არის, რომ ამ ცოტა ხნის უკან მონგოლეთის პრემიერ-მინისტრი იყო ჩამოსული, დასავლეთი ამაზე აგებდა უზარმაზარ გეგმას. მონგოლეთში მან საქართველოს მსგავსად ბევრი ფული დახარჯეს დასავლეთმა, მათ ეგონათ, რომ მონგოლეთი გაიყვანეს გავლენის სფეროდან, ჩინეთისა და რუსეთის გავლენის სფეროდან და მოსკოვში ვიზიტს ისინი ელოდნენ ძალიან მაგრად, იმიტომ რომ დარწმუნებული იყვნენ, რომ მონგოლები გარკვეულ პრობლემებს შეუქმნიდნენ რუსებს და ძალიან სერიოზულ კონფრონტაციაზე წავიდნენ, მაგრამ მოხდა სრულიად უცნაური რამ, თუ თქვენ მიაქციეთ ყურადღება, მონგოლეთის პრემიერ-მინისტრმა პირისპირ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე რუსულად დაიწყო ლაპარაკი და 12 მილიარდიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ყველა ფულის ჩადება მონღოლეთში, ისევე როგორც საქართველოში ამ ნაგავარა სამთავრობო ორგანიზაციებში გაკეთებული საქართველოს რეალობაში ბოლო 21 წელია წყალში იქნა ჩაყრილი. მე ვფიქრობ, რომ მალე მომვა დრო, როდესაც ჩვენ ამ აბსოლუტურად უტვინო დანახარს დასავლეთისა საქართველოში გავატანთ წყალს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო ცუდ ურთიერთობას დაამყარებს ან ევროპასთან, ან შეერთებულ შტატებთან. ეს გამორიცხულია ჩვენ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო. ძალიან სერიოზული ურთიერთობები უნდა გქონდეს ევროპასთან, შეერთებულ შტატებთან, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მოთამაშესთან და ჩვენ უნდა დავალაგოთ სამეზობლო ურთიერთობები ქართული სახელმწიფოს საქართველოს მომავლიდან გამომდინარე. ესე იგი, პროცესები ძალიან შეცვლილია, ამიტომ უკრაინის გეგმასთან დაკავშირებით ილუზიები არ გქონდეთ, გამორიცხულია რაიმე რომ შეიცვალოს. ის რომ რუსები გავიდნენ ხარკოვის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის, სუმისა და ზაპოროჟიეს დნეპროპეტროვსკის ოლქებიდან გამორიცხულია, დღეს მათ შეძლეს ძალიან სერიოზული გარღვევა გაეკეთებინათ დნეპროპეტროვსკის ოლქში და ეს პროცესი არ გაჩერდება. ამერიკელები იქცევიან ძალიან სწორად. თუ ამერიკელები წაიყვანდნენ რუსებს ამ მოლაპარაკებისკენ და გეგმა ასეთი იყო, ჯერ ტრამპი და უკრაინა შეთანხმდება პრეზიდენტები ერთმანეთთან, არანაირი ხელშეკრულება არ ყოფილა სინამდვილეში, ყოფილა საკითხები, რომელიც უნდა დამუშავებულიყო. ეს 28 საკითხი იქნა გამოქვეყნებული, ჯერჯერობით იცით რეაქცია, ევროპელებს მშვიდობის გარდა ყველაფერი უნდათ, მათ უნდათ ის, რასაც ისინი აუცილებლად გარანტირებულად მიიღებენ და რა დარჩება ევროკავშირიდან თქვენ კარგად ნახავთ. ამიტომ ილუზიები არ ჭირდება ქართველებს, სახქართველებს, თორე გონებადაბნელებული ქართველები საკმაოდ არიან და ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ სიტუაცია სულაც არ არის ისეთი, რაც პროპაგანდისტული არხების მეშვეობით ვრცელდება. გაცილებით სერიოზულად არის საქმე. ამერიკელებმა მიიღეს, ამერიკის პრეზიდენტმა მიიღო სრული ინფორმაცია, აშკარად ჩანს. შემთხვევითი არ არის განცხადებები. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი შეერთებული შტატების მხრიდან ამ კონფლიქტის დამოუკიდებულებისადმი ძალიან საღ პოზიციაზე არის ვიცე-პრეზიდენტი ვენსის დაუპირისპირდა შიგადაპირისპირება არის რუბიოსთან. რუბიო ერთ-ერთი უსუსტესი სახელმწიფო მდივანია, რომელიც კი მე მახსოვს ამ თანამდებობაზე, არა და ყოველთვის ძალიან ძლიერი ხალხი იყო, ასევე იყო წინა ხელისუფლების ძალიან სუსტი ხალხი, მაგრამ თავარი ის არის, რომ
იმ ფორმულირებებს, რომელიც პირველ 28 გეგმაში, 28 საკითხში იყო, ვენსი უჭერდა მხარს, არ უჭერდა რუბიო მხარს. რუბიო გასაგებია უფრო იმ ჯგუფის გავლენის ქვეშა, რომელიც ტრამპთან ფლად კარგად არ არის, მაგრამ ვენსი ძალიან კაცრია. არ დაგავიწყდეთ, როგორც ამერიკელები საუბრობენ, ვენსი ძალიან პერსპექტიული სამომავლო ფიგურა არის არა მარტო კონსერვატორებისთვის, არამედ იმ ძალებისთვის, რომლის გარეშეც ამერიკის ხელისუფლებაში ვერავინ ვერ მოვა. მისი მკაცრი პოზიცია და მისი განცხადებაც, რომ სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ მე რაც არ მიწოდებდნენ და სად არ მიშვებდნენ ამის პუტინის მეგობარი გამხადეს, როდესაც მე ამას ყველაფერს პატიოსნად ჩემი ნერვებისა და უზარმაზარი დროის ხარჯზე ვერ კვევოდი და ვამბობდი, რომ არ არსებობს შანსი, რომ ევროპამ, ნატომ რაიმე გავლენა მოახდინოს უკრაინაზე. მოინდომებს მოხდენას და არაფერი ევროკავშირისგან არ დარჩება. ხაზს უსვამ, ამას მე მოწონება ვინ მომწონს, ვინ არ მომწონს, ამ დონეზე არ ვამბობთ. მე რეალობას გეუბნები, შეერთებული შტატების და რუსეთის დაპირისპირება ბრძოლის ველზე კი ეს მსოფლიო დასასრული, ამიტომ ამერიკელები უჭკუოები არ არიან და არც რუსები არ არიან იმ დონეზე მისულები, რომ ამერიკას ეომონ. არ არის ამაზე საუბარი, მით უმეტეს ეხლა რუსეთი ხელშეუხებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი სტრატეგიული შეიარაღება გაცილებით აღემატება შეერთებული შტატების სტრატეგიულ შეიარაღებას, არაფერს ვამბობ ამ უბადრუკ ნატოზე და ევროკავშირზე. ასეთია რეალობა. რეალობა არის უმკაცრესი, რეალობა არის საშინლად მძიმე. მე ვფიქრობ, რომ სულ ცოტა ხანში შუა აზია ჩამოსცილდება დასავლურ გავლენებს, სხვა გზა მათ არ აქვს, იმიტომ რომ შუა აზიას ელის დასავლური პროექტი, რომელსაც დიდი ავღანეთი ქვია და ეს პროექტი ხუთივე სახელმწიფოს შუა აზიაში სრულ კრახს უხდის. ამიტომ არის შუა აზიის გარანტი, ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთი იქნება, სამხედრო თვალსაზრისით რუსები იქნება, ერთმანეთში ბალანსს დაამყარებენ. ეხლა დარჩა სამხრეთ კავკასია, სადაც აბსოლუტურად მე ხაზს უსვამ. საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა ხო საშინელება, საგარეო პოლიტიკა არის გონება დაკარგული ხალხის პოლიტიკა, რომელსაც ვერაფრით ვერ გაუგია რა ხდება მსოფლიოში, რა წინააღმდეგობა აქვს დიდ ქვეყნებს სამხრეთ კავკასიაში. დაციკლული არიან, ჩაციკლური არიან ამ ევროკავშირზე, ხან ლანძღავენ, ხან არიქა ევროპაში მიდიან. ხაზს უსვამ, კობახიძიდან დაწყებული მთელი მთავრობა, განსაკუთრებით საცოდავი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ფიქრობ, რომ ერთი უჯრა აქვს, მაგრამ ის უჯრა სერიოზულად არის დაზიანებული. ხო, წარმოდგენა არ აქვთ. არაფერს არ ფიქრობენ, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის გაძლიერება და სამაგიეროდ ლობირებენ არაბულ ინვესტიციას, რომელსაც მათი ჩაოხრებული პროპაგანდისტები ისტორიულ ინვესტიციას უწოდებენ. ამ დროს არაბი, რომელმაც ოფიციალურად, კანონიერად მართალია არაბმა ფლად კარგად არ იცის საქართველოს სიტუაცია და ეს ხელისუფლება არალეგიტიმური ხელისუფლება, ამიტომ არაბებს ვინმე მიაწოდის ჩემს საუბარს, მე არ მაინტერესებს მათთან კონტაქტი და რაიმე მივწერო. არაბები ყიდულობენ ქართულ მიწას არალეგიტიმური ხელისუფლებისგან და ეს ძვირად დაუჯდებათ არაბებს. თუ საქართველოში არის ხალხი, რომელსაც საქართველო ძვირად უღირს, მე ამას საქართველებს
უწოდებ საღი ქართველები ჩემი შეფასებით გაცილებით მეტია ვიდრე საცოდავი სეთურის ბრბო რომელიც თავის ბელადებს დასდევს და ეს ფულით მოსყიდული 9 პალოს ძალიან კორექტულად ვამბობთ ხო ხედავთ 9 პალოს გადამხტარი ხალხი ქალი იქნება თუ კაცი ხას უსვამ ძალიან მშვიდად ვლაპარაკობ იმ ხალხის გასაგონად ვლაპარაკობ ჩემ გვარს რომ ატრიალებენ წაღმოუკუღმა ეს არის ძალიან ცუდ საქმეებში ნამყოფი ხალხი გავიმეორებ ამახინჯებენ ჩემ ნათქვამს საქართველოში დარჩენილია ქართველი და არა მთელი ქართველების რაოდენობა მე დავასახელე პირველი ციფრი რომელიც თვეების წინ მომცეს იმ ადამიანებია რომელიც ამ საქმეში უშუალოდ არიან 1,430,000 კაცი მაქსიმუმ რაც კი არის დღეს საქართველოში დანარჩენი ქართველები რომელიც 3,5 მილიონზე მეტია გაცვლილი არის ქვეყნიდან გაუგებარია რაიმე ეხლა ნახეთ ძალიან სერიოზულ რამეს გეუბნებით მე აბსოლუტურად უმაღლესი პროფესიული დონის ორგანიზაციის მონაცემები მოვიტანე ამ მოსახლეობასთან დაკავშირებით მე თავადავარ დამყოფი მსოფლიო ბანკის მთავარ ოფისში ისევე როგორც სავალუტო ფონდის მთავარ ოფისში საათობით მქონია საუკეთესო სპეციალისტებთან საუბარი და ჩემი პრეტენზიების წინააღმდეგ დიდი ვერაფერი და მე საუბრობდი მათთან, იმიტომ რომ სხვანაირად ამ ხალხთან საუბარი არ შეიძლება თუ მათ ენაზე პროფესიულ ენაზე არ საუბარი. დააკვირდით კარგად, მსოფლიო ბანკის მონაცემები მათ ყველგან თავიანთი წარმომადგენლობები აქვს, კოლოსალური ფული აქვს ამ ორგანიზაციას. მათ 2024 წლის საქართველოს მოქალაქეების რიცხვი დაასახელეს ჩემს გვერდზე არის გრაფიკიც არის 3,600,000 რაღაცა ადამიანი. პირველადი მონაცემები საქართველოს ხელისუფლებამ რომ გამოაქვეყნა საქართველოს მოქალაქეების აღწერის შედეგები ჯერ დაზუსტებული არ არის 3,941,000 თუ რაღაც ათასია. ეხლა მე დავსვით კითხვა. ამიხსენით, საიდან გააჩინეთ 240,000-ზე მეტი ადამიანი. აქ არის ორი რამ. ან ეს მიწერა, ან და საქართველოს ხელისუფლებას იმიგრანტებზე მიუკვე აქვს მინიჭებული, მათ შორის ჩინელებზეც მოქალაქეობა, რომელმაც გაზარდა საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი. ეხლა დააკვირდით ერთ რაიმეს. წინასწარ ვამბობ ამას. საქართველოს ხელისუფლებას უნდა აუგრძალოს საქართველოს გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა. ეს სულ ცოტა ამომრჩევები რომ ვიანგარიშოთ 1,500,000-ზე მეტი ამომრჩეველი იქნება. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. თუ ხელისუფლება აგრძალავს საქართველოს მოქალაქეების ძირითადად ქართველების ხმის მიცემის უფლებას თქვენ ნახავთ რომ 1,500,000 დანაკლისი საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა სიებში მოკლებული არ იქნება. ანუ ის შევსებული იქნება უკვე სხვა ხალხით და ფაქტობრივად გამოვრა საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობაში ქართველი ამომრჩეველი იქნება უკვე ნაკლები. გარანტირებულად გეუბნებით. თქვენ გონიათ რაღაც უსაშველოდ გაზრდილი რომ აქვს რიცხვი, იმას 1,500,000-ს მოაკლებენ და გვაჩვენებენ რომ 2,200,000 ამომრჩეველია საქართველოში. არა, კიდევ უფრო გაზრდიან, ამიტომ გააკეთეს ეს მანევრი. ამიტომ მე ყველა გადაგვარებულ ადამიანს, რომელიც ფულის გულისთვის საკუთარ ქვეყანას ყიდის. ცუდად დაგიბრუნდებათ, კარგად დაიმახსოვრეთ, ქალი ხართ თუ კაცი ხართ, ცუდად დაგიბრუნდებათ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამ ქვეყნის გაყიდვა
ეს არის ქართველების დასასრული ამ ქვეყანაში. ჩვენ არაფერი არ გვინდა, მე გუშინ გადაცემაში თქვი და მივმართე ბიძინა ივანიშვილს, ეხლაც მივმართო, შეკაი კაცო. დაიკავე ოფიციალური თანამდებობა. კონსტიტუციური პირველი პირი კი არა, უპირველესი პირი დაირქვი, ოღონდ კონსტიტუციაში შემოდი. ქვეყანა ინგრევა. სახელმწიფო არ არსებობს, იმიტომ მთავრობა არ არსებობს თქვენ გარეშე, პარლამენტი თქვენ გარეშე არ არსებობს, ვინ კითხავს ამ მთავრობას ან პარლამენტს რაიმე სასამართლოს საერთოდ რა დღეშია? შემოდი ოფიციალურად, რასაც ამ ქვეყანას ვერ გავიგე, მე ვინ მოგცათ ამის უფლება, რომ ეს ქვეყანა დაანგრიოთ. რაც ყიდი ამ მიწებს ვერ გავიგე, საიდან ყიდი ამ მიწებს, თქვენი ხო არ გონიათ ეს ქვეყანა? 7 მილიონი კაცი შეეწირა ამ ქვეყანას, თაობები იბრძოდნენ. ეხლა გასაგებია ამ 33 წელმა საშინელი დარტყმა მიაყენა საქართველოს, ქართლის მენტალობას. ძალიან დაამცირა, ძალიან გააღარიბა, ძალიან შეურაცხყო. ტვინი გამოურეცხა ნაწილს, მაგრამ კიდე გეუბნებით. ამ ხელისუფლებას მიმართა ვითომ ხელისუფლება. ნუ იგდებთ მასხრად ამ ქვეყანას. ამ ქვეყანას ჭირდება განვითარება, განვითარების ის გზა ბჭყალებში, არავითარი გზა თქვენ არა გაქვთ. არ არსებობს. არაბული ინვესტიციით ქვეყანა არ ვითარდება, ტყუილი ეს, კიდე ვისატყუე, მართლა შტერები ხო არ გონიათ თქვენ ეს ქვეყანა. პროფესიული თვალსაზრისით არ არსებობს სოფლიო, სადაც სხვა ქვეყნის ვიღაც კერძო ინვესტორ ჩაედოს ფული და ქვეყანა განვითარებული იყოს. სხვა რამე ავითარებს ქვეყანას, რომელიც თქვენ არ გაინტერესებთ. თქვენ გაანადგურეთ ყველაფერი, რაც ქვეყანას ავითარებს. ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა, რომელიც სახელმწიფოს ძირს უთხრის, ყველაფერი კორუფციაშია, სხვანაირად არაფორმალური მმართველობა შენარჩუნებული ვერ იქნება, პოლიტიკური ცხოვრება განადგურებულია, ოპოზიციური პარტიები განადგურებულია და მთლიანად თქვენ კონტროლს არის დაქვემდებარებული და ჩვენ ადამიანები, რომლებაც რაღაც ინიციატივა გამოვაჩინეთ, გვინდა საღი ქართველები შევკრიბოთ, რომ თქვენი თვითნებობა იქნეთ ბლოკირებული. ჩვენ ხომ არ გეუბნებით, ფირწალი არ გვიკავია ხელში, მოლოტოვის კოქტეილებით არ ვიკრიბებით, არ იძლება ეს ყველაფერი არაფერი. ჩვენ გეუბნებით, ეს სახელმწიფო თქვენ გაწირეთ, გასაყიდათ. არაბმა რა თქვა? მე ხომ არ მithქვამს, არაბმა თქვა. ეს ქვეყანა და ეს ქალაქები საერთაშორისო თავშესაფარად უნდა გადავაქციოთო. წესიერი კაცია, მდიდარი კაცია, მიყიდე და იყიდა. ახლა მის მიწაზე აშენებს ქალაქებს და უნდა ყველა არაბისთვის, მდიდარი არაბისთვის საქართველოს თავშესაფარად აქციოს. კიდე გეუბნებით ამ მდიდარ არაბებს, რაც უპირისპირებთ ქართველებს სამუშაოს არ აძლევთ ქვეყანაში. იძულებული არიან ვალებში ჩაფლული ხალხი, თავისი ოჯახები რომ არჩინონ, უბედურების გამო არიან გასულები. 1% თუა აი ასეთი პონტის გამო, აი ევროპა რომ არიან რაღაცა არის წასული. 1% თუა დანარჩენი გაჭირვებამ წაიყვანა. თქვენ ისეთ საზიზღარ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებთ, თქვენ ქვეყანაში ქართველებისთვის სამუშაო ადგილს არ შექმნით. თქვენ სად შექმნით ადგილს? ბორდელებში, სასტუმროებში, რესტორნებში და ასეთ შემდეგ ძალიან შავ სამუშაოზე, რადგან სხვანაირი სამუშაო ამ ქვეყანაში ქართველებისთვის არ იქნება. ქართველები პროფესიულად ჩამორჩნენ, განათლებით ჩამორჩნენ. ქართველ ახალგაზრდებს მიმართავ, შესანიშნავ ახალგაზრდებს, არ გულისხმობ იმ მოტყუებული ხალხის ლიდერებს, რომლებიც ფულში არიან ჩავარდნილი და უკვე არაფერი არ ეშველებათ. მე იმ მოტყუებულ ახალგაზრდებსაც მიმართავ, ვინც რუსთაველზე დადის. კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები.
ამ ციფრული ტექნოლოგიების შემდეგ ეს სამეცნიერო ტექნიკური პროგრესია და ამას არაფერი არ შეაჩერებს. აი შემდეგ ამ ეტაპზე, სადღაც უახლოესი 8-10 წლის შემდეგ იწყება პერიოდი, რომელსაც გვია ინტელექტუალიზაცია. ხას უსვამთ აიმახსოვრეთ. არავითარი ხელოვნური ინტელექტი ვერ შეცვლის ადამიანს, ხელოვნური ინტელექტი არის, არანაირი ინტელექტი არ არის, სხვა რამეა, ფანტასტიკური კაი საშუალება მონაცემების დამუშავებისთვის, მაგრამ ეს ადამიანი არ არის და ადამიანის ინტელექტი მას არ აქვს, რა ექნება, ეს მე ვიფიქროთ, ჯერჯერობით არ არის, შანსი არ არსებობს, ძალიან ღრმად ვიცი პროგრამირება და ძალიან სერიოზულ რამეებზე მიმუშავია. ხას უსვამ ახალგაზრდებს 10 წლის მერე თქვენ როცა 30, 32, 35 წლის იქნებით, თქვენ იქნებით სამყაროში, სადაც ინტელექტუალიზმი არის დომინირებული, სადაც მცოდნე ფართო განათლების მქონე ადამიანი არის უპირველესი მოთხოვნა. ის საქმეები, რომელიც შეიძლება პროგრამამ აკეთოს ეგრეთ წოდებულმა ხელოვნურმა ინტელექტმა, იმას გააკეთებინებენ ყველაფერს, რაც კი შეიძლება და თქვენ დღეს თქვენი პროფესია, თქვენი არა ის სისულელე უნდა აკეთოთ, რომ შეეკითხოთ. დღეს ბევრი ახალგაზრდა როგორც ჩანს აკეთებს სისულელეს. ამ ვითომ ინტელექტს ეკითხება რა გააკეთოს, ამ საკითხზე იღუპავთ თავს, როგორ შეიძლება ამის გაკეთება? როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ინტელექტი ადამიანის გარდა არავის არ გააჩნია. ინტელექტი რა არის? შეხედო ამ სიტუაციებს, რაღაც ისწავლო, რაღაც პროფესიაში გაიაზრო ეს ყველაფერი და შექმნა ახალი პროგრამას, რომელიც დაპროგრამებულია და რასაც პროგრამულად ჩაუდებ, იმაზე მეც ვერ წავა, თავისუფლების ხარისხი შეიძლება გქონდეს, მაგრამ გამორიცხულია, რომ პროგრამა იქცეოდეს პროგრამის გარე, ადამიანის ინტელექტი კი შეზღუდული არ არის, ამიტომ არ მოიტყუოთ თავი დაანებეთ ამ სისულელეს და ხელოვნურ ინტელექტზე თქვენი ცხოვრების შესახებ. კი ბატონო, თუ ტექნიკური მხარე გაინტერესებთ, რაიმე სამეცნიერო მუშაობა გაქვთ, რაიმე ბიზნეს გარემო გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ მონაცემები დაამუშავოთ, მაგრამ თავი არ მოიტყუოთ. ამიტომ ხაზს უსვამ საქართველოს დღევანდელი განათლების სისტემა, საქართველოს მეცნიერების დონე არის გამანადგურებელი და დემოგრაფია, რომელიც ასრულებს საქართველოს მისი ინტელექტის დავარდნა, მისი განათლებულობის დონის დავარდნა აბსოლუტურად დაასრულებს ამ სახელმწიფოს. კი, მაგრამ ამ დროს ქართველი თავისი კულტურული წიაღით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული კულტურაა, ფანტასტიკური ფასეულობათა სისტემა არის და იმის გამო, რომ ჩვენ ყავს უღირსი ხელისუფლებები, ვართ საშინელების წინაშე და ეს ხელისუფლება გვიმზადებს ისეთ რამეს, რომელსაც ჩვენ დემოგრაფიულად ვერ მოვერევით. 100,000-ობით დიდარი არაბის შემოსვლა, არაბების თქმით უზარმაზარი თავშესაფარის გაკეთება ყველამ დიდა, ვინ არ მოვა აქ საცხოვრებლად? ფანტასტიკურ ქვეყანაში ვინ არ მოვა? ქართველი აღარ იქნება. ქართველი იქნებით აქ, ოღონდ 100-300,000 კაცამდე. ბორდელებია, მოსამსახურეები, საჭირო იქ და უშუალოდ კლიენტების მიმღებები. ნაგავია გასატანი, დასაგველია ქუჩები. რესტორნებში მომსახურე პერსონალია, სასტუმროებში ვერ ეღირსებით სხვა რამეს. ახალგაზრდებს მიგმართავთ, თქვენ დაიმახსოვრეთ კარგად ჩემი, თუ თითების ბენა არ დაგჭირდეთ თქვენი დღევანდელი შეცდომების გამო
დაიმახსოვრეთ, რომ ეს ასე იქნება. ამიტომ მე თქვენ გაფრთხილებთ, თქვენია ეს ქვეყანა. მომავალში თქვენ უნდა ჩაიბაროთ ეს, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას თუ მივცემთ ჩვენ იმის საშუალებას, რასაც აკეთებთ, ახალგაზრდებო, თქვენ ამ ქვეყანაში არავინ არ იქნებით, თქვენ ვერ ჩაიბარებთ ამ ქვეყანას. ამას მე ვსაუბრობ საღი ქართველებისთვის, რომლებშიც უმრავლესობა, მაგრამ ძალიან ბევრი ქართველი ჯერ ვერ მორევია თავის თავს. ის ინტერესი, რომ საქართველო იყოს, გაძლიერდეს აქვს, მაგრამ ჯერ ვერ მოერია საკმაო ქართველი იმას, რომ თვითონ ჩვენ ერთად უნდა ვაკეთოთ ეს საუკეთესო ქვეყანა. მოლოდინი რომ ვიღაც გაგვიკეთებს, აი მოლოდინმა რა მოიტანა, ბელადომანიამ რა მოიტანა, არაბი გეუბნება, ვიყიდე, მიწადა. საერთაშორისო უდიდესი თავშესაფარი უნდა გავაკეთო მდიდარი არაბებისთვისო. კი, მაგრამ ამას მე ხო ვერ დამაბრალებთ ამას. 1,430,000-ზე მეტი ქართველი არ არის საქართველოში. ხას უსვამ, დანარჩენები გაყვანილია. ამათაც მალე გაიყვანენ ამ ქვეყნიდან. და რა გამოდის? ვიღაც უჭერს მხარს, რომ დიდი ხელფასები გექნებათ. ბატონი ყობახიძე, ცოტა ირონიულად ვამბობ, იმ ციფრებს, რომელიცაც ასახელებს, არის მიზერული ციფრები. მან რომ ეკონომიკა ოდნავ მაინც იცოდეს, ან იმ ეკონომიკის საცოდავმა მინისტრმა ოდნავ მაინც რომ იცოდეს ეკონომიკა, იმ ეკონომიკის სამინისტროში ოდნავ მაინც რომ იცოდნენ ეკონომიკას, ის ციფრები, რომელსაც ყობახიძე ასახელებს, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შეიძლება გახუთმაგებული დროში ნელ-ნელა სადღაც უახლოეს 10 წელიწადში გაათმაგებული იქნას. სადაც გინდათ იქ დაგიჯდებით სასაუბროდ. მანახეთ ეკონომისტი, ვინც გაბედავს დამიჯდება სასაუბროდ. კიდე გეუბნებით, სისულელეს ამბობთ. დანაშაულებრივ სისულელეს ამბობთ. არავითარი ეკონომიკა არ განვითარდება არაბული ინვესტიციით. კაცმა თქვა, რასაც აკეთებს უმდიდრესი ჭკვიანი არაბები, შესანიშნავად გძნობენ, რომ ხელში ჩაუვარდათ ისეთი ქვეყანა, სადაც შეიძლება მათ სასწაულები მოახდინონ, გასაგებია თავისთვის. არაბული ჭკუა ქართულ პოლიტიკურ და ინტელექტუალ ელიტას არ აღმოაჩნდა. რატომ იცით? არაბებს ფული რომ გაუჩნდათ, ბედუინები იყვნენ. მე რომ სტუდენტი ვიყავი, ბედუინები იყვნენ. მომთაბარეობდნენ თავიანთ უდაბნოებში, კარვებში ცხოვრობდნენ. ფული გაჩნდა და ქვიშაზე ზღაპარი ააშენეს. თავისი ხალხის მომავალი უზრუნველყეს. ქართველმა იმის ნაცვლად, რომ საკუთარი სახელმწიფო გაეშალაშინებია, აწყობილი ქვეყანა გადაეწყო, დამოუკიდებელ რელსებზე იდეოლოგია მოეცილებინა და ასე შემდეგ, რა გააკეთა? აწყობილი რელსებზე გადასაყვანი რეფორმებით ქვეყანა წელწადნახევარში გაყიდა, დააქცია, ერთმანეთს დაერია და ამის შემდეგ ერთმანეთს სიზღით ამაზრზენი ტონით ელაპარაკება და ხას უსვამ, ასეთი ხალხი სახელმწიფოს ვერ ქმნის, ვერ აშენებს. ამიტომ გთხოვთ ქართველ ადამიანებს წარსული რომ ახსოვს, დედის, მამის, ბებიის, ბაბუის მადლი რო გამოყოლია, ამ კულტურულ წიაღში აღზრდილა. ამ კულტურიდან დაუნახავს სხვა კულტურები, ფანტასტიკურად კაი კულტურები. ჩვენ არაფერი არ აგვაქვს სამარცხვინო ისეთი, რომელიც ჩვენი კულტურის ნაკლებობას პირიქით ყველა კულტურა შეგვიძლია გაუწიოთ კონკურენცია და ასეთი სიმდიდრის საოცარ ქვეყანაზე ხო არაფერს არ ვამბობ, ფანტასტიკურ ენაზე არაფერს არ ვამბობ, ზნეკეთილ ხალხზე, რომელიც წაიქცა, არაფერს არ ვამბობ. ეხლა ფეხზე უნდა წამოდგეთ საღები, თორე უბედურება რომ მოხდება მერე ჩემი და თქვენი საუბარი არაფერს არ მოიტანს
ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია საქართველოში, რომელიც დაახლოებით იგივე შეიძლება ჩემზე უკეთესად ამბობდეს. მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მე ჩემი ვალი მაქვს მოსახდელი ამ ქვეყნის წინაშე, ჩემი მამის და ბაბუის წინაშე, კიდევ იმ წინაპრების წინაშე, რომელიც მე ვიცი, მეშვიდე თაობიდან ვიცი უკან რა იყო, ხო? კიდე გეუბნებით, ძალიან საშიში მდგომარეობაა. არ შეიძლება ამაზე გაჩერება. ჩვენ ქართველი საღი ადამიანები ქართველთა გაერთიანების არანაირი პარტია არ უნდა, ამას არანაირი მიტინგი არ უშველის, ამას ტყუილია ეს. ძალა თუ არ იქნები და ბლოკირებას თუ არ გაუკეთებთ ამ სახელმწიფოს ხელისუფლებას, ისინი გააკეთებენ ამას ყველაფერს. მერე რა მოხდება? გითხრათ რა მოხდება? უსუსური ქართველები ამ ქვეყნიდან გარდა იმ 300,000 კაცისა გაგდებული იქნება. დიახ, აგერ დამიწერა ერთმა მაყურებელმა 30,000 უცხოელი მასწავლებლის ჩამოყვანას გეგმავს კობახიძე. კობახიძე არის მარიონეტი. დიტო ჩუბინიძემ ძალიან ღირსეული ბიჭია სხვათა შორის. ყველაფერი დაახასიათა, ის რომელიც არ იყო მიღებული, ხო, ასე დაახასიათა. მე ეს ცოტა სხვა სიტყვებით ვამბობ, დღეს იჭერენ თავის თანაგუნდელებს უზარმაზარი თანამდებობები რო ქონდათ, პრემიერ-მინისტრი, უშიშროების მინისტრი, ამის მინისტრი, იმის ხვალ კობახიძეს დაიჭერენ. ამიტომ კობახიძემ რა კი იცის, რომ მას დიდი დრო არ უწერია, იმიტომ რომ თოდნავ თუ შეიცვალა, სიომ ცოტა სხვა მხარეს დაუბერა, მერე მისი დრო დადგება, დიახ 30,000 მასწავლებელსაც ჩამოიყვანს ეს მთავრობა. ამ პროექტზე უარს ვერ ვიტყვითო, ბძანა, ხო, თორე ეკონომიკაში ჩამოვრჩებითო, ევროპის ყველაზე სუსტ ქვეყანასო და ახლა ამ პროექტზე ესე იგი იბოდიალა სისულელე, რომ ბოლოს ეთქვა, რომ ამ პროექტზე უარს ვერ ვიტყვითო. ამ პროექტზე მთავრობა უარს არ იტყვის. მთავრობა უარს არ იტყვის, ეს იმას ნიშნავს, რომ არაფორმალური მმართველი ამ პროექტს უჭერს მხარს და აიძულებს ამ მარიონეტებს, რომ ემსახურონ ამ პროექტს. ეხლა დარჩა ის, გვინდა ეს ქვეყანა თუ არ გვინდა ეს ქვეყანა. 30,000 არაბს, 100,000 არაბულ ოჯახს, რომელიც იმ ორ ქალაქში დასახლდება. 7-8 კაცი მაინც არის თითო ოჯახში. 10 წლის მერე მათი გამრავლება რაც მოიცემს, თქვენ რომ არ იქნებით აქ მოქალაქეობას, ისინი ავტომატურად მიიღებენ თუ არ იქნებიან ბინადრობის ცენზი და რამდენ 20 წლიანი ბინადრობის ცენზი რო დაუწესო. 30 რა მნიშვნელობა აქვს 30 წლის მერე შენ არ იქნები აქ და 30 წლის მერე ის გაათმაგდება. ძნელი გასაგებია ეს ელემენტარული არითმეტიკა და ვიღაც გამოდის ძალიან კარგად ვიცნობ და დაბერდა ესო და ადვოკატური არ არის. ჩემნაირი ბებერი არ მინდა ახლა ქუთაისურები შეფასებები გავაკეთო, რა მიგავს მე ბებერის ჩემი შრომის უნარიანობით, მოდით ერთი დამიდექით გვერდით და ერთად ვიშრომოთ ერთი კვირა, რა დღეში იქნებით ერთი კვირის მერე დაგინახავთ. ამიტომ ადამიანები, რომელიც უზრდელად იქცევიან, თურმე მე არაადეკვატური, მე არა ვარ ადეკვატური და თქვენ ხართ ფულზე მოსყიდული ხალხი ადეკვატური და ვიღაც 9 პალო გადამხტარი იმას ამბობს, რომ დავბერდი და ადეკვატური არა ვარ, რა? კიდე გეუბნებით. ერთადერთი რა რიცით, როცა რაღაცა ასეთ საქმეს კიდებ ხელს, არის 3 საყრდენი. ამის გარეშე განწირული ხარ. ღმერთის წინაშე უნდა იყო მართალი. არაფერი არ გამოვასხმე. შენი ქვეყნის წინაშე უნდა იყო მართალი და შენი ყოველი სიტყვა უნდა შეგეძლოს დაიცვა საღ ნებისმიერ ჯერლობისას და მეორე
შენი თანამემამულის მიმართ უნდა იყო მართალი. იცნობ ამ თანამემამულეს, არ იცნობ რა მნიშვნელობა აქვს. მე ხო ჩემი ნაცნობებით არ შევადგენ საქართველოს, კაცო, მე ყველა ქართველს პატივს ვცემ, ვინც ქართული ცნობიერებიდან არ გადის და ქვეყანას მტრად არ ეკიდება. ყველა ჩემი ახლობელია, ყველა ჩემი თანამოქალაქე. ეს ყველაფერი დგას ამ სამ ბურჯზე და მე ამ სამ ბურჯზე მდგომი ვიღაც ცხრაპალო გადამხტარი ხალხი შემაშინებს, კიდე გეუბნები და მე ის ადამიანი ვარ, ვისაც შეუძლია შეშინდეს. მაგიტო ვაკეთებ, მე თქვენგან არაფერი არ მინდა, მე თქვენ არაფერს არ ვთხოვ. მით უმეტეს არაფერს არ ვთხოვ და თავი რომ მოიკლას ამ საცოდავი ხელისუფლებიდან არანაირ წინადადებას არ მივიღებ. იმიტომ ეს იქნება ყველაფერი იმის შეურაცხყოფა, რასაც მე ვამბობ, ამნაირ ხალხთან არ შეიძლება თანამშრომლობა. ესენი ყიდიან ქვეყანას. იარაბმა გითხრა, გასაჯაროა ყველაფერი. ის რომელიც დამალა საქართველოს ხელისუფლება, დასამალი რა გაქვს, ბიზნეს პროექტი თუ არის, მანახე რა, არაბმა თქვა, ამ ქალაქებში უზარმაზარი საერთაშორისო თავშესაფარი უნდა ვაქციო. გასაგებია, ქართველებისთვის ააშენებს ზუსტად ამორთალას და ყველა გასულ ქართველ ჩამოიყვანს და ჩამოურიგებს იგბინებს და თქვენ კარგად იცხოვრეთო გეტყვით. რის წინაშე ვდგავართ? ხართ აზრზე? მოდი ყველა მოვიდეთ აზრზე და დავდგეთ ერთმანეთის გვერდით. ხასუსო, მე საღი ხალხისთვის ვაუბრობ, სხვები არ მაინტერესებს. ამ ქვეყანას მივცეთ გაგრძელების საშუალება და როგორმე იქნებ, როცა დრო მოვა საღ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებსაც ასაკი მოუვათ, გადავაბაროთ ეს ყველაფერი. ხასუსვამ, თუ ის გეგმები, რაც ამ ხელისუფლებასა განხორციელდა, ქართველი დღევანდელი ახალგაზრდობა ეს როგორც წესი ორი თაობის შემდეგ ხდება, ხო? საშუალო უფროსი. ეხლა კონტრმაგალითები თითოეულ ახალგაზრდა სადღაც არაფერს არ ნიშნავს. მე გეუბნებით, როცა წავა ერთი თაობა, საშუალო თაობაში გაერევა ის ახალგაზრდა თაობა და შემდეგ უკვე საშუალო თაობა რო წავა, მთლიანად მოვა ის, რაც დღეს ახალი თაობა. ჩვენ შეიძლება ვერ გადაულოცოთ ეს ქვეყანა. გითხრეს არაბებმა ის, რაც დაგიმალა შენმა ხელისუფლებამ და გონება დამთხეული ხალხი კიდე ამ ხელისუფლებაზე ლოცულობს და ამ ხელისუფლებიდან ელევ ეძებს. კარგად, ხო, არაბი შემოვა, ააშენებს ამ ქალაქებს, შემოიყვანს არაბებს და ქართველი კარგად იცავს. როგორ უნდა დაგლახავდეს ადამიანის გონება, რომ ეს დაუშვა აზრად. დიდი მადლობა. მშვიდობა არ იქნება, ყველაფერი გაგრძელდება ისე როგორც მიდის, მაგრამ ძალიან სერიოზული ცვლილებებია. ყოველ შემთხვევაში პირველი რაც შეინიშნება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მტრობა მოიხსნა, დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა. საქართველოში მტრობა საქართველოსადმი არ მოიხსნა და ეს უკვე ჩვენი პრობლემა არის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა რომ უყურებთ და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ იმის გაკეთებას, რაც თავის დროზე ჩვენმა წინა თაობებმა გააკეთეს, როცა უჭირდა ეს ქვეყანა შეინარჩუნეს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ წმინდა საქმეში. მომავალ შეხვედრამდე. მომავალი შეხვედრა იქნება შაბათს 21 საათზე უკვე კვირის ანალიტიკური მიმოხილვით. კარგად ბრძანდებოდეთ.